თემაზე. დღეს ვისაუბროთ ქართველ არქიტექტორებზე, რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს და თბილისის ურბანულ განვითარებაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. საერთოდ თბილისის არქიტექტურას რაც შეეხება, ჩვენ არაერთხელ ვისაუბრია ამაზე, რომ აი მე-19 საუკუნის შუა წლებიდან როდესაც იწყება ახალი თბილისის, ანუ ბურჟუაზიული თბილისის მშენებლობა, იმ პერიოდში ჩვენ ქართველი არქიტექტორები დიდად არ ყავდა. ამიტომ აი ძირითადი შენობები, ანუ იმ პერიოდში აშენებული შენობები, მაინც აშენებულია უცხოელი მოწვეული არქიტექტორების მიერ. თუმცა შემდეგ უკვე იცვლება სიტუაცია და აი პირველი დიპლომირებული არქიტექტორი რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი შენობა ააშენა, ეს არის სვიმონ კლდიაშვილი. ეს არის ადამიანი, რომელიც ნიკო ცხედაძემ ჩამოიყვანა სოხუმიდან 1999 წელს, იმიტომ რომ ის მუშაობდა სოხუმში და იყო ქალაქ სოხუმის არქიტექტორი და მაშინ იწყებოდა, ასე ვთქვათ, სათავადაზნაურო გიმნაზიის სკოლის, ანუ დღევანდელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კი ბატონო, პირველი კორპუსის, ანუ მთავარი კორპუსის მშენებლობა და აი სწორედ პროექტი არის შედგენილი სვიმონ კლდიაშვილის მიერ, თვითონ პირადად ხელმძღვანელობდა ის ამ შენობის აგებას და ეს არის ერთ-ერთი აი რენესანსის მოტივებზე აგებული ძალიან მნიშვნელოვანი შენობა, რომელიც ჯერთი იმ ტერიტორიაზე არის ერთ-ერთი პირველი შენობა. ანუ და შემდეგ მოხდა ვაკის განაშენიანება, ამათ საფუძველი დაუდო. კი, საფუძველი დაუდო და შემდეგ მოხდა მისი განაშენება. კი ბატონო, გარდა ისეთი უნივერსიტეტის ცნობილი შენობის, ახლა არქიტექტურა დამეთანხმებით რომ ნამდვილად პომპეზურია. ანუ შეიძლება ითქვას რომ ქართული არქიტექტურის ახალი ეპოქის დასაბამებთან ვართ ხო ახლა? დასაბამებთან გვაქვს ნამდვილად საქმე. ეხლა თქვენ ფოტოზე გამოჩნდა ფოტოკოლაჟი, საბჭოთა სურათები, სტალინის, ლენინის და ასე შემდეგ. ჩვენ ვიცით რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაიხსნა 1918 წელს 8 თებერვალს, მაგრამ მას ივანე ჯავახიშვილის სახელი ეწოდა 1999 წელს. მანამდე აი ზუსტად ამ ფოტოს გულისხმობდი, ხედავთ სტალინის, ლენინის და კიდე მესამის ფოტოს. 1946-დან 1958 წლამდე უნივერსიტეტი იყო იოსებ სტალინის სახელობის. და მხოლოდ შემდეგ დაერქვა მას უკვე ივანე ჯავახიშვილის სახელი. ეხლა გარდა უნივერსიტეტისა, სვიმონ კლდიაშვილის, ეს არ არის ერთადერთი მისი ნაგებობა, გარდა საცხოვრებელი სახლებისა, მაგალითად მისი პირადი სახლი ფიქრის გორაზე. ეს არის ძალიან საინტერესო ნაგებობა. გარდა კოშკის ფორმა რო აქვს, ხო, ელსა ამაზე განსაკუთრებული ისეთი კოშკის. ეხლა საცხოვრებელი სახლია მრავალბინიანი. გარდა ამისა, მაგალითად სვიმონ კლდიაშვილის მიერ ფუნდამენტურად გადაკეთებულია დღევანდელი სამხატვრო აკადემია. მისი გადაკეთება მოხდა 1902 წელს. მაშინ იყო ესეთი ტენდენცია, რომ ფასადები, ევროპული ფასადები იყო ძალიან მოდაში, ასე ვთქვათ და აი სამხატვრო აკადემიის აღმოსავლური ფასადი სრულად გადააკეთა და ესეთი ღიობები ჩასვა პრაქტიკულად ბაროკოს პერანგში, ძალიან უხეშად რო ვთქვათ, ესეთი გადაკეთება მოახდინა. სხვა სახლებს და სხვა ტიპის არქიტექტურას რო თავი დავანებოთ, ჩვენ ახლა ვხედავთ სამხატვრო აკადემიის მუზეუმის დარბაზებს, აუცილებლად სანახავი დარბაზებია და გეპატიჟებით ქალაქის ძირებზე აი ამ დარბაზების სანახავადაც. გარდა ესეთი ბრწყინვალე შენობებისა, რომლის რეკონსტრუქციაში მიუძღვის დიდი წილი, მაგალითად მონაწილეობდა მნიშვნელოვან ექსპედიციებში. ეს იყო ექვთიმე თაყაიშვილს ახლდა 1902 წელს პირველ ექსპედიციაში ტაო-კლარჯეთში და ამ არქიტექტორის აღწერილია 20-მდე ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლი, მათ შორის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლი ბანა და მისი რეკონსტრუქციის მოდელიც აქვს შექმნილი. უბრალოდ ახლა ბანას რეკონსტრუქცია სამწუხაროდ ვერ მოხდა. მოგლეთ ძალიან საინტერესო ადამიანთან გვაქვს საქმე. სვიმონ კლდიაშვილის სახით და დაკრძალულია დიდუბის პანთეონში თავის შვილიშვილთან დოდო აბაშიძესთან ერთად. მსახიობ დოდო აბაშიძის ბაბუაზე ლაპარაკობს ჩვენ ახლა სვიმონ კლდიაშვილზე, ნუ ერთად არიან დიდუბის პანთეონში დასაფლავებულები. ეხლა რაც შეეხება მე-20 საუკუნიდან უკვე ეხლა სვიმონ
ხდიაშვილის ეპოქა უკვე გავიარეთ, უკვე ნელ-ნელა ქართულ რეალობაში წინვალე ჯგუფი შემოდის ქართველი არქიტექტორების და შემდეგ უკვე ნელ-ნელა მოთხოვნაც კი იყო, რომ კონკრეტული შენობები მაგალითად ადგილობრივებისგან ადგილობრივი კადრები უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად დასახლებული. აი 30-იანი წლებიდან მე-20 საუკუნის ჩნდება თბილისში ძალიან პომპეზური შენობები, მაგალითად ადმინისტრაციული შენობები, აი სტალინურ ამპირს რო ეძახიან, სტალინური ამპირის სტილში აგებული ფეშენებელური შენობები, რომელიც ძირითადად არის ბოლნისის ტუფით მოპირკეთებული, ქართული მარმარილოთი, ბორჯომის გრანიტით არის გაკეთებული. ესეთი შენობებია მაგალითად კი ვიცით, ახლა პარლამენტის შენობა, მეცნიერებათა აკადემია, ფოსტის შენობა, იმელის შენობა. იმელის შენობა, აი გამოჩნდა კიდევაც, ეს არის აი დღევანდელი ბილტმორის შენობა, როგორც ვიცით და ქართველი არ არის არქიტექტორი, ეს არის შუსევი გვარად. ეს არის არქიტექტორი, რომელმაც დააპროექტა ლენინის მავზოლეუმი. ეს იციან, აი სტუმარი რო ჩამოდის, იმან იცის, რომ თბილისში დგას შენობა, რომლის არქიტექტორი არის ლენინის მავზოლეუმის არქიტექტორი. ერთი და იგივე ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა სხვათა შორის ამ იმელის შენობის დაპროექტებაში და ბევრი პროექტი შეიქმნა ნამდვილად. საინტერესო ფაქტი, აი ამ შენობის აშენებაში ეს 1938 წელს უკვე დასრულდა ამ შენობის მშენებლობა, არის ის, რომ პირველად იქნა გამოყენებული ახალი ტიპის სამშენებლო მასალა, ეს არის არმირებული პემზობეტონი, ანუ ვულკანური ქვა. და ნუ ის რა ქვია, რკინის არმატურით იყო შეკრული, ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც კი მეთოდიკა გამოიყენეს, სადაც არ იყო აგური და ცემენტი, არამედ უშუალოდ ეს კონსტრუქცია იყო გამოყენებული და ფასადებში იყვნენ ქართველები ჩართული, თქვენ ხედავთ აი ძველ ფოტოებში, რომ ბარელიეფები, ეს უნიკალური ბარელიეფები ეკუთვნოდა იაკობ ნიკოლაძეს და ზედა ფრიზი თეთრად რაც არის, ეს ფრიზი არის თამარა ბაკელიასი და 1990 წლისთვის, ასე ვთქვათ, მაშინდელმა აქტივისტებმა იაკობ ნიკოლაძის ეს ძალიან დახვეწილი ბარელიეფები საბჭოთა თემატიკის გამო ჩამოლეწეს. ჩვენ ხო საერთოდ არაფერი მუზეუმში არ აქვს გადატანილი და რაღაცა შენახული, ვთქვათ, ისტორიისთვის, ყველაფერი გვაქვს განადგურებული. ხა იაკობ ნიკოლაძის ძეგლები რაც არის შემორჩენილი, ვთქვათ, იქ გვაქვს ლესელიძის ძეგლი, ვთქვათ, იქ ეგნატე ნინოშვილის, აკაკი წერეთლის ბიუსტები, ეს არის განსაკუთრებული ოსტატობით შესრულებული ბიუსტები და კარგი იქნებოდა მუზეუმში მაინც გქონოდა ეს ნაძერწობა როგორც ნიმუში ხელოვნების. ზედა ფრიზი თამარა ბაკელიასი გადარჩა, ანუ ის ზოგადად შენობათა ბედი ადამიანებზე არის ხოლმე შემდეგ დამოკიდებული და ძალიან სამწუხაროა რომ რაღაცებს არ ვინარჩუნებთ. ნამდვილად ასეა. და არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შენობა, დღეს კი არის სასტუმრო ბილტმორი, მაგრამ მე გული მწყდება, რომ ამ ისტორიულ შენობაში პრაქტიკულად მისგან არაფერი არ დარჩა. 1992-დან 95 წლამდე ყველამ ვიცით, რომ აქ მუშაობდა საქართველოს პარლამენტი, იყო საკონსტიტუციო სასამართლოც და ამ შენობაშია მიღებული ჩვენი კონსტიტუცია და არანაირი კვალი იმ ძველი ამბების აქ არ არის შემოჭრილი. ტრაგიკული ბედი აქვს ამ შენობას შეიძლება ესე ვთქვათ. თან ჩვენ არ მოგწონს, მე არ მომწონს ბილტმორის ის რაღაცა შუშის სიმახინჯე ქალაქის ისტორიულ უბანში. სხვაგან რო იყოს, კი ბატონო, გეთანხმებით ცენტრში ნამდვილად არა. შემდეგი აი ქართველების მიერ უშუალოდ ქართველი არქიტექტორების ჩართულობით ასრენებული შენობა არის თქვი როგორც თქვი პარლამენტის შენობა. პარლამენტის შენობის არქიტექტორები გავიხსენოთ გიორგი ლეჟავა, ვლადიმერ ნასარიძე და კოკორინი მესამე ვინც მონაწილეობდა, ვისაც ეკუთვნის ეს პარლამენტი. თვითონ ვიცით, რომ არის ორ კომპლექსი შეიცავს ორ შენობას, ანუ უკანა ბევრად ძველია. 1938 წელს დასრულდა ეს შენობა და შემდეგ უკვე მოხდა წინა ნაწილის დამატება. ეხლა საინტერესო ამ შენობაში რა არის? რაღაცა ძალიან დამჭკუნელი ხოლოს. არ კარგთან არაფერთან არ ასოცირდება, აი სულ მახსენდება იქ გატარებული საათები, დღეები, აწუღე წლები. აშენების მომენტიდან, სხვათა შორის, ჩვენ ვიცით, რომ სამხედრო ტაძრის დემონტაჟის შემდეგ ჩვენ ამ გადაცემაშიც გვისაუბრია. კი ბატონო, იმ სამხედრო ტაძარს არავინ არ მისტირის, მაგრამ იქ იყო იუნკერების საფლავები, რომელიც არ გადაუსვენებიათ და პირდაპირ ზედვე აგებული შენობა არის და შესაძლოა რაღაცა ეს სიმძიმე მოყვება
ამ შენობას მთელი თავისი ისტორიის მანძილზე. ეხლა როგორც არქიტექტურული ძეგლი არის ნამდვილად შენობა, ნამდვილად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გამოყენებულია ანუ ქართული ტრადიციის ელემენტები, საერთოდ რა უნდა ითქვას იგივე იმ პერიოდის შენობებზე, აი განსაკუთრებით გულისხმობს სტალინური ამპირის პერიოდის, ანუ ხრუშოვკების ინდუსტრიამდე, ასე ვთქვათ, შენობებზე, რომელიც შენდებოდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ შენობების ფასადზე მოსაპირკეთებლად გამოყენებული იყო ქართული მასალაც და ადგილობრივი ორნამენტების გამოყენება ითვლებოდა მნიშვნელოვნად. ვინაიდან ახლა ჩვენ საერო არქიტექტურაში, ასე ვთქვათ, ძველი დროიდან ბევრი არ გვაქვს და არაფერი კი არა, პრაქტიკულად არაფერი არ გვაქვს. ძირითადად გამოყენებულია საეკლესიო არქიტექტურიდან აღებული ორნამენტები. მაგალითად, ახლა პარლამენტის მოსაართავად და იქ გასალამაზებლად გამოყენებულია ზარზმის ორნამენტები, ნიკორწმინდის ორნამენტებია გამოყენებული და ბექა-ოპიზრის, აი ჭედურობის გამორჩეული ნიმუშების ორნამენტებიც არის გამოყენებული. ამ ხრივ საბჭოთა ამ პერიოდის არქიტექტურა არის ძალიან საინტერესო. თუ მაგალითად ჩვენ გვიყვარს დავაკვირდეთ თქვა კონკრეტულ ეკლესიებს, დავიმახსოვროთ ის წნულები ასე შემდეგ, მათი აღმოჩენა შეგვიძლია ამ საბჭოთა შენობებზე. მე ყოველთვის ვატარებდი საბჭოთა არქიტექტურის ტურს და შემდეგ ვასრულებდით პარლამენტის შენობაში ექსკურსიით. იმიტომ რომ პარლამენტში არის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მუზეუმი, ეს არის ქართული პარლამენტარიზმის ისტორია არის, ძალიან საინტერესო. თუმცა რაც ქვეყანა პროტესტშია, იმის მერე ეს ტური არ ჩატარებულა. სავარაუდოდ კარგახანი კიდევ არ ჩატარდება. შემდეგი შენობა ისევ იმ პერიოდის შენობა არის მეცნიერებათა აკადემიის შენობა, რომელიც გამორჩეულია, აი მაშინვე თვალშისაცემია. ამ შემთხვევაშიც იგივეა ეს ოქროსფერი ბოლნისის ტუფი არის გამოყენებული. და მეცნიერებათა აკადემიის შენობის არქიტექტორები მიხეილ ჩხიკვაძე და ჩხეიძეა ავტორი, ერთ-ერთი ბრწყინვალე შენობა ჩვენი ქალაქის, ის აშენდა როგორც საქნახშირის ადმინისტრაციული ცენტრი. თუმცა ძალიან მალევე შენობა უკვე გადაეცა მეცნიერებათა აკადემიას. ანუ ოღონდ ეხლა რას ვფიქრობ, ამ შენობასთან დავდივარ ყოველ დღე ალბათ. აი რაღაცა აი ამ პერსპექტივიდან ამთვალეთ არასდროს არ ვუყურებ ხოლმე თბილისის შენობებს რა. აი ეს ჯერ მარტო ეს შურიკა მაგით რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სხვა პერსპექტივიდან განახებს რაღაცას, რაც შეიძლება შენი სახლის თავზე იყოს და არ შეგიძლია. კი ბატონო. ეხლა ინსპირაცია საიდან აიღეს? ეს არის სტოკჰოლმის რატუშა, არის ინსპირაცია მთავარი ამ შენობის და რაც თავარია ქართული ელემენტები. მაგალითად, აქაც არის ნიკორწმინდის ჩუქურთმები, აი მთლიანად, აი სვეტის ფრიზები არის სულ ტაძრის ორნამენტები და აი შესასვლელთან რო აკადემიის შესასვლელთან რო ორი ბოძია, ეს არის საერთოდ ოშკის ინსპირაცია. ესე კი, შენობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო ჩემი აზრით. გარდა ამისა, გამოყენებულია მაგალითად იქ დორიული სვეტები, რომაული თაღები და ახლა ეს გამოყოფილი ისინი არინები საერთოდ არ მქონდა შემთხვევაში. კი, ფეშენებელური შენობა არის ჩვენი ქალაქის. შემდეგი შენობა სწრაფად რო წავიდეთ, ეს არის დინამო სტადიონი. დინამო სტადიონი, შეერთი დინამოს ნაკრები შეიქმნა 1925 წელს, 27 წელს კი შეიქმნა რაღაც პატარა სტადიონი, მაგრამ მუდმივად იმდენი გულშემატკივარი ყავდა ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთს, რომ მუდმივად იდგა სტადიონის გაფართოების საკითხი და ამიტომაც ასევე უნიკალური შენობა თავისი არქიტექტურითაც და პარამეტრებითაც, რასაც ასევე ალბათ რთულად ვამჩნევთ ხოლმე, იმიტომ რომ არ ვინტერესდებით თუ თვალია შეჩვეული, არ ვიცი. მართალია. და 1930 წელს გამოცხადდა კონკურსი, 32 წელს გამოცხადდა კონკურსი და გაიმარჯვა ძალიან ახალგაზრდა სტუდენტმა არჩილ ქურდიანმა. აი ეს არჩილები რა ვარ. საერთოდ ქურდიანების 6 დინასტია გვაქვს და ვალში ვართ მთელი ქვეყანა მე მგონი ამ ხალხთან. რამდენი გადაცემა უნდა გავაკეთოთ ჩვენ რომ ამ დინასტიის აშენებულ შენობებზე ვისაუბროთ, მაგრამ აი ეს არჩილ ქურდიანს ნახეთ როგორი ქუჩა არის ახლა. კი, როგორ არა, გაუკეთეს, ასეთი რაღაცა გაუკეთეს. ეს ამ ქურდიანზეა საუბარი. კი, არჩილ ქურდიანზე. და გაუკეთეს ესეთი რამე, მან დაამთავრა უნივერსიტეტი 1929 წელს. ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ამ წელს 2 დიპლომი გამოუშვა, 2 სტუდენტი იყო გამოშვება არქიტექტურის ფაკულტეტის, ერთი იყო არჩილ ქურდიანი და მეორე მისი მომავალი მეუღლე, ქეთევანი. ეს
პირველი საქართველოში მოპოვებული დიპლომირებული არქიტექტორია და როდესაც ეს კონკურსი გამოცხადდა, იმ დროს, ასე ვთქვათ, ცნობილმა არქიტექტორებმა დაარწმუნეს მთავრობა, რომ არჩილ ქურდიანისთვის არენდოთ ეს პროექტი. და ის იქნა ჩახსნილი აქედან და მისმა პედაგოგმა ხრინევსკიმ ჩვენ გადაცემაც კი გქონდა დინამოს სტადიონზე და მაშინ დაწვრილებით მოუღები ეს ამბავი ხრინევსკიმ უთხრა მას რომ უშუალოდ პირადად აი ენკავედეს წარმომადგენლებთან უნდა მისულიყო და ეთხოვა მათთვის ნებართვა და მაშინ ქურდიანი ამბობს რომ ქუჩაში გააჩერა მანქანა სამთავრობო კინაღამ შეუვარდა ქუჩაში კინაღამ ესროლეს იქ გადაუხდა მანქანას და ასე მოიპოვა ნებართვა აეშენებინა ეს სტადიონი. ანუ ესე იგი ქრონოლოგია ესეთი იყო რომ კონკურსში გაიმარჯვა და მერე გააჩერეს. არა, როცა გამოხთქვა სურვილი მონაწილეობის. მაშინ როცა გამოხთქვა მაშინ გააჩერეს. მაშინ გააჩერეს. და ამასობაში მთლიანობაში 10 არქიტექტორი ღებულობდა ესკიზის შექმნაში მონაწილეობას და 10-ვეს გადაუხადეს ჰონორარი და გაიმარჯვა ქურდიანის პროექტმა და მას ხელფასი არ გადაუხადეს. თითქოს ის არალეგალურად მონაწილეობდა აი ამ იმის შექმნაში. მთლიანობაში სტადიონს UEFA-ს შეფასებით, მაშინ უბრალოდ არ ყავდა ბადალი, იმიტომ რომ როგორც ამბობენ, აი მკვდარი ზონა არ აქვს, ანუ ეს რკალი აქვს ისევ უნაკლოდ გაკეთებული, რომ თბილისის დინამოს სტადიონი ნიმუშად იქნა აღებული და ამის საფუძველზე ბევრი სხვა სტადიონი აშენდა. და პლუს აქაც არის ქართული ორნამენტები გამოყენებული. არჩილ ქურდიანმა და მისმა შვილმა ეს მოახდინეს გენერალური რეკონსტრუქცია გააფართოვეს. ანუ ჯერ თავიდან იყო 23,000-იანი კაცი და ეხლა არის 78,000-იანი და მაშინ გახსნა იყო რომელ წელს ეს იყო 1976 წელს აი დოდო აბაშიძემ ეს შემოიტანა ბურთი ეს ძალიან ამაღლებელი მოვლენა იყო. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შენობა ეს არის სპორტის სასახლე. კი ბატონო, სპორტის სასახლე, არქიტექტორები იური კასრაძე, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი და გუმბათის უნიკალური კონსტრუქცია ეკუთვნის დავით ქაჯაიას. ქაჯაიას გარეშე გუმბათი. ეს მაშინდელი არქიტექტურისთვის ალბათ ახალი სიტყვა იყო ყოველთვის საბჭოთა კავშირის. იყო ახალი სიტყვა. გუმბათის კონსტრუქცია. და გუმბათის კონსტრუქციისთვის და დამონტაჟების მეთოდისთვის ქაჯაიას აქვს ავტორო უფლება მიღებული. და როდესაც დაიწყეს ამ შენობის მშენებლობა, მაშინ იყო ესეთი წესი. თუ თქვათ, შენობის ღირებულება აღემატებოდა 3 მილიონს, ის აუცილებლად კრემლთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული. და მაშინ მჟავანაძემ იფიქრა რა რომ მას არ მისცემდნენ ამ ხელა შენობის აშენების კონსტრუქციას, გადაწყვიტეს რომ ძირითადი ნაწილი მიწის ქვეშ უნდა განთავსებულიყო და შედარებით მცირე ნაწილი მიწისებით და ამით აიხსნება დიდი სხვაობა ექსტერიერსა და გრანდიოზულ ინტერიერს შორის. ანუ ერთ-ერთი ფეშენებელური გრანდიოზული შენობა არის. ეხლა რაც შეეხება გუმბათს არაძლებდნენ ქაჯაიას ამის გაკეთების საშუალებას, აქაც გამოჩნდნენ ექსპერტები, რომლებიც არწმუნებდნენ მთავრობას, რომ ეს მეთოდი არ გაამართლებდა. ამიტომ თვითონ სპორტის სასახლე უნდა დასრულებულიყო 1958 წელს და 3 წელი გადაიდო იმის გამო, რომ ქაჯაიას მოსთხოვეს სხვა შენობა აეგო რამე და ის შენობა გადაეხურა ამ სისტემით. და შედეგად ქალაქმა მიიღო ცალკე შენობა, აი ფიგურული სრიალისტვის იქნა მერე განკუთვნილი ის პატარა და იგივე, ანუ იქ მოსინჯა ეს ერთ-ერთი ბრწყინვალე შენობა არის და უბრალოდ აი ძალიან სამწუხაროა ეს ფაქტი, რომ და სამწუხარო რა არის, რომ აი ამ მარაზმი მშენებლობების გამო, რაც სპორტის სასახლის გარშემო ხდება, უბრალოდ სასახლე პრაქტიკულად არ ჩანს. არ ჩანს მართალია ხო? ეს არის მსგავსი კატასტროფა, არ ვიცი ამ განაშენ ასე რატო შეიზისხეს ეს ქალაქი, რომ ესეთი მარაზმი ხდება, უბრალოდ არის წარმოუდგენელი, შეუქცევადად არის დალეწილი იქაურობა და ხდება გაუვალი. და კიდევ ორი, მაგრამ ერთი მაინც აუცილებლად უნდა მოვასწროთ, ეს არის ძალიან ცნობილი არქიტექტორი შოთა ყავლაშვილი. შოთა ყავლაშვილს ეკუთვნის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ პირველ რიგში ეს არის ისტორიული უბნის აღდგენა და ისტორიული უბნის მშენებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეხლა რა გააკეთა თბილისში?
თქვათ, საცხოვრებელი სახლების პროექტები ხო, ყავლაშვილის პროექტს რო ეძახიან, ძალიან ბევრი ხიდები აქვს გაკეთებული, ძეგლები, მაგრამ თავარი, რაც მე როგორც გიდი ვუთვლი მას, ეს არის თბილისის ისტორიული იერსახის შენარჩუნება. მაგალითად, მან გააკეთა ბარათაშვილის ქუჩის რეკონსტრუქცია, იქ ქვედა გადასასვლელი სისტემა ყავლაშვილის გაკეთებულია, შავთელის ქუჩის, ანუ სადაც ჩვენ ძირითადად ტურისტული ზონა, სადაც არის სულ ყავლაშვილის რეკონსტრუირებულია და რაც თავარია თბილისის გალავანი. ძალიან ბევრს გონია, რომ ეს არის ისტორიული გალავანი, ის სახლებიც არის ისტორიული მნიშვნელობის, სინამდვილეში ეს არის ყავლაშვილის დროს გაკეთებული, რაც წარმოდგენას გვაძლევს ნახოთ როგორ გამოიყურებოდა ეს მოედანი და სხვათა ეს გალავანი და იმდენად იყო ჩართული ამ ქართული აივნების აღდგენაში, რომ მას თავისი მეგობრები ბალკონსკის ეძახთ. და ძალიან მოსწონდა მას ეს სახელი. აი ამ სახლებს გულისხმობ. ეს სახლები არის უკიდურესად სარესტავრაციო, ვისაც დაეცემა და რომელ ტურისტს იმსხვერპლებს, არ ვიცი, არაერთი განცხადებაა შეტანილი და ჯერჯერობით არანაირი გამოხმაურება არ ჩანს, მაგრამ ეს ამას უნდა უმადლოდეთ შოთა ყავლაშვილს. და ბოლო არქიტექტორი ეს არის ვიქტორ ჯორბენაძე, მისი ცნობილი რიტუალების სასახლე, რომელსაც საბჭოთა ეკლესიას ეძახდნენ. ეს არის მართლა საოცარი შენობა. ნამდვილად საოცარი შენობა, რომელიც 1979 წელს შეუკვეთეს და 1984 წელს დასრულდა და ჰქონდა ფუნქცია, უნდა ყოფილიყო საერო ალტერნატივა რელიგიური რიტუალების. მაგალითად, აქ იყო ქორწინების დარბაზი, სამგლოვიარო დარბაზი, სხვადასხვა რიტუალების დარბაზი. ნუ ფორმასთან დაკავშირებით იმდენი ინტერპრეტაცია არსებობს, რომ ცოტა ხიმილის მომგვრელია ისეთ რაღაცებს ამბობენ. ყოველ შემთხვევაში თლიანობაში უნდა ითქვას, რომ ჯორბენაძის მხრიდან ეს იყო აი რაღაცა დიდი ნაბიჯი ასეთი შენობის აშენება. თქვენ ხედავთ მარგარიტ ტეტჩერს, რომელიც იყო შეესრო თამარ გვერდწითელის ქორწილს რიტუალების სასახლეში და სხვა ბევრი რამე რაც არის დაკავშირებული. ესე იგი ითვლება ყველაზე ექსტრავაგანტულ შენობად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაკარგა ფუნქცია. ნუ იანგივანის ისიც ხო მაგ შენობაში იყო. იმდენი რამე შეგვიძლია ქორწინა. კი ბატონო. და საბოლოო ჯამში მე შეისყიდა, კი ვიცით, ბადრი პატარკაციშვილმა, დღეს არის არკადია და ჩვეულებრივად შეგიძლიათ ესტუმროთ ტურებით, ძალიან საინტერესო სივრცეა, ერთ-ერთი მოთხოვნადი და უაღრესად საინტერესო ნაგებობა არის. ასე მოკლედ სირბილი ძალიან ბევრი შენობა დაგვრჩა. მე მგონი რომ ამ თემას ექნება გაგრძელება ამ რუბრიკაში. ძალიან ბევრი რატომ აღარ ვაშენებთ ეს შენობას? რატო აღარ უყურებს არქიტექტურა თბილისში? რაც არ შენდა ყველა საშინელი. ნაგებობას ხოლმე მოგებაზე არიან ორიენტირებული და არაფერს ღირებულს არ უტოვებენ მომავალ თაობებს, რაც არის ჩვენი კულტურისთვის არის შეუფერებელი სრულად. შორტ პერსპექტივაში საერთოდ არ მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ესეთი ბრწყინვალე შენობები არის ჩვენს ქალაქში, ამშვენებს და ქმნის რაღაც პლანს. დროებით გემშვიდობით ხოლო და ვიმედოვნებთ, რომ ამ თემას გაგრძელება მოყვება. და ასევე რეკლამის შემდეგ თაკო ნოზაძის რუბრიკაში რესპონდენტის როლში ვერ გავუშვებთ ცოტა ხანი ელზას. ასე რომ დაგიტოვებთ ჩვენთან. რამდენიმე წუთი დავისვენებთ და დაგიბრუნდებით.